გამარჯობათ, მე ვარ ლევან გობიძიშვილი, Aspire Fitness პერსონალური მწვრთნელი. დღეს მე გაჩვენებ თუ როგორ ვივარჯიშოთ სწორად დარბაზში და ასევე სახლის პირობებში. წავიდეთ ერთად გავიაროთ ეს ვარჯიშები. პირველი ვარჯიში, რასაც ხედავთ, არის მიჩი ჩაჯდომები, რაც ძალიან კარგია ფეხის კუნთების და დუნდულა კუნთების გასამკვრივებლად. შევდივართ ღერძის ქვეშ, ვიდებთ ტრაპეციებზე, ანუ კისრის მალებზე არ ვიდებთ და ქუსლები უნდა იყოს ღერძის სმიტის ღერძის პარალელურად. არც ძალიან წინ უნდა იყოთ, არც ძალიან უკან გამოსულები. ჩავდივართ ნელა, სადაც 2-3 წამიანი ჩასვლა და ამოსვლა შეგვიძლია ცოტა სწრაფად გავაკეთოთ, როგორც ჩანს ვიდეოზე. მეორე ვარჯიშად ჩვენ შევარჩით კერდის ვარჯიში. ამ შემთხვევაში სკამი არის დახრილი 40-45 გრადუსზე. აქცენტს ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ზედა მკერდზე. ზედა მკერდთან ერთად ჩართული არის წინა დელტებიც, რაც უფრო ლამაზ და მოცულობით ხდის თვითონ ზედა ტანს. რაც შეეხება მოძრაობას, დავაკვირდეთ, მოძრაობა უნდა იყოს ნელი დაშვებით და შედარებით ცოტა სწრაფად შეგვიძლია ავიტანოთ ხანტელები ზემოთ. ზემოთ არ არის აუცილებელი განტელები შევაერთოთ და ხელი ბოლომდე გაიშალოს. ჩამოტანის დროს ყურადღება მიაქციეთ იდაყვების პოზიციას. იდაყვები არ არის ძალიან უკან გასული, ოდნავ კუთხი აქვს და თავისი დახრა, რომ წინა მხრის სახსარზე ტრავმა არ მივიღოთ. მესამე ვარჯიშად ჩვენ ავირჩიეთ საჯდომის ვარჯიში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ხშირად ვარჯიშობენ ქალები. ეხლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ, შევასრულოთ სწორად ეს ვარჯიში. ზურგის ზედა ნაწილით ჩამოვაყრდნოთ სკამს, მენჯებზე დავიდოთ ღერძი და დავიწყოთ მოძრაობის შესრულება ნელა ჩასვლით. სადღაც 2-3 თვლაზე უნდა ჩავიდეთ ქვევით. აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება, როგორი პოზიცია უჭირავს ხერხემალს. ხერხემალი აუცილებლად უნდა იყოს გასწორებული და ზურგის ზედა ნაწილი არ უნდა დავტოვოთ სკამზე. კარგად გამოჩნდება მოძრაობა ასევე გვერდიდანაც. გვერდიდან ხედავთ, რომ მუხლის სახსარი არის სწორ მდგომარეობაში, ანუ რაც გულისხმობს 90 გრადუსი გვეჭიროს, ფეხი არ უნდა გადიოდეს წინ და ვასრულებთ ნელა ამ მოძრაობას. ჩავდივართ 1-2-3 თვლაზე და ამოვდივართ 1-2 თვლაზე. კუნთოვანი მასის გაზრდისთვის, რა თქმა უნდა, საჭირო არის პროტეინის მიღება. ამ შემთხვევაში Stay Strong გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან მარტივად მივიღოთ 30 გრამი ცილა, ძალიან მაგარი პროდუქტია და შეგიძლიათ წადოთ. ეხლა უკვე გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ შევასრულოთ იგივე ვარჯიშები სახლის პირობებში. ამ შემთხვევაში დავიწყოთ ასევე ჩაჯდომებით. სახლში შეგვიძლია წონითაც და წონის გარეშეც გავაკეთოთ. შეგვიძლია დავიჭიროთ ნებისმიერი პატარა წონა, ან თუნდაც ასეთივე გირი, როგორც ახლა მე მიჭირავს ხელში. დავაგროვეთ ფეხის პოზიცია არის მხრების სიგანეზე. პირველი მოძრაობა საჯდომის უკან გატანა და უკვე ვიწყებთ ჩაჯდომას, რომ მუხლის წვერი არ გავიდეს ფეხის წვერზე წინ. ამას მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად. ჩასვლის დროს ჩავიდეთ 2-3 თვლაზე და ამოსვლა შეგვიძლია უკვე ცოტა სწრაფი იყოს. გადავიდეთ მეორე ვარჯიშზე, ეს არის მკერდის ვარჯიში, კონკრეტულად ზედა მკერდი, სადაც ჩართული არის წინა მხარით. როგორ შევასრულოთ ეს ვარჯიში სახლის პირობებში? ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ასეთ სიმაღლეზე, თუნდაც სკამზე, შემოვდოთ ფეხები და დავიწყოთ აზიდვები იატაკიდან. ასეთი დახრის შემთხვევაში უფრო მეტად აქცენტი კეთდება ზედა მკერდზე და წინა მხარზე. აქაც როგორც ხედავთ, ხელები მაქვს განზე, უფრო მეტად გაიწევოს მკერდის კუნთი და ჩაერთოს წინა მხარი. ჩავდივართ ნელა, ასევე რომ შევიზნოთ კარგად მკერდის დაჭიმულობა და ამოვდივართ ნელა. მესამე ვარჯიში გვაქვს უკვე ხიდი, ეგრეთ წოდებული. სახლში შეგვიძლია გავაკეთოთ წონის გარეშე, შკუტების მეშვეობით. შემიძლია გაჩვენოთ როგორ კეთდება ეს შკუტები ფეხებზე, რომ უფრო გავირთულოთ ეს ვარჯიში. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შკუტების გარეშეც, მაგრამ მოგვიწევს უფრო ბევრი გამეორების გაკეთება. დღეისათვის სულ ეს იყო და არ დაგავიწყდეთ Stay Strong-ის მიღება ვარჯიშის ბოლოს.